რაღირს უძრავი ქონება თბილისში. ივლისი-სექტემბრის მონაცემებით დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნად 3 რაიონში კვადრატული მეტრის ფასი 4000 ლარი დაიწყება და თითქმის 7000 ლარს აღწევს. ბოლო მონაცემებით ბინებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება გაზრდილია არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველთვიურად მზარდ მოთხოვნასთან ერთად ფასების მატების მიზეზად მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა სახელდება, რაც მხოლოდ ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ფასების მატებას და რომელი უბნებია თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული? შალვა სუმბაძე გიამბობთ. საქართველოში უძრავი ქონების ფასების ზრდას აგრძელებს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაძვირებულია როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე მშენებარე და უკვე აშენებული ბინებიც. საქმე ეხება ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ბინების გაძვირების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ინფლაციას ასახელებენ. საქსტატის მონაცემებით წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია 4.3%-ით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2%-იანი ზრდით. ამასთან 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2%-ით. სპეციალისტების შეფასებით მიუხედავად ფასების ზრდისა, მოთხოვნა მიწოდების ბალანსი მისთვის დამახასიათებელ ნიშნულს დაუბრუნდა. სექტემბერში პირველად ბაზარზე ვიხილეთ რეკორდული გაყიდვები, ასევე მეორად ბაზარზე იყო ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნული და ოქტომბერშიც დასტაბილურდა ეს ყველაფერი და შეგვიძლია საბოლოოდ ვთქვათ, რომ მოთხოვნის მხარე 2025 წელს უკვე თავის ჯანსაღ ნიშნულს დაუბრუნდა. რაც შეეხება მიწოდება მოგეხსენებათ 2023 წლის შემდეგ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, 2023 წელს 40%-ით გაიზარდა და მიუხედავად მცირე შენელების მაინც უფრო მაღალი არის ვიდრე ეს არის მოთხოვნის მაჩვენებელი. გაზრდილია ფასები როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებში. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში დაბალი მიწოდების პირობებში მოთხოვნა დიდია, რაც კონკრეტულ უბნებს პრესტიჟულად აქცევს და ფასიც მაღალი ნარჩუნდება. რაც შეეხება გარეუბნებს, აქ განაშენიანება ყოველწლიურად იზრდება, რაც ავტომატურად ზრდის, როგორც მიწის, ასევე ბინის ფასებს. ნამდვილად არის მოთხოვნა ცენტრალურ უბნებში უძრავ ქონებაზე. აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე ძვირად ღირებული და ეგრეთ ლაქშერი ქონება არის. შეიძლება ბევრი არ იქნება, მაგრამ ძალიან ძვირი და ძალიან მოთხოვნადია. ამერწმუნეთ, დღეს ქალაქში ფასებზე უფრო პრობლემა გვაქვს ხარისხიანი ქონების მიწოდების ნაწილში. ეხლა რაც შეეხება პერიფერიებს, პერიფერიებს გაიზარდა მიწის ნაკვეთები და რა თქმა უნდა პერიფერიები უნდა განვითარდეს და ეს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. საცხოვრებელ ბინებზე და სახლებზე მოთხოვნა ეხება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. შესაბამისად, ფასები მზარდია არა მხოლოდ დედაქალაქში. განსაკუთრებული პოპულარობით ბათუმი სარგებლობს. ბათუმში ძირითადად უფრო საინვესტიციო პროდუქტი არის და დიდი ნაწილი უცხოელებზე იყიდება. თუ შევხედავთ 2025 წლის ტენდენციას, აქ მეორად ბაზარზე საკმაოდ გაზრდილი არის აქტივობა. შეგვიძლია დაუკავშიროთ იმას, რომ ამ ბოლო წლებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ბინების აშენდა და ჩაბარდა. შესაბამისად, თვითონ მეორადი ბაზარის მოცულობაში გაიზარდა და რა თქმა უნდა გააქტიურდა კიდეც. საკმაოდ წარმატებით ყიდიან უძრავ ქონებას ბათუმშიც, მაგრამ ნახეთ რომ იგივე ქუთაისშიც სხვათა შორის საკმაოდ ისეთი ახალი ბევრი პროექტი შედის და ძალიან საინტერესო, ამას წინათ მოვისმინეთ მაგალითად იგივე რაჭაშიც კი დაიწყეს ესეთი პატარა შენობების საცხოვრებელი კორპუსების აშენება და ესეც ეს ტენდენციაც გამოჩნდა. იგივე არის კახეთშიც ჩვენ ხედავთ თელავში ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და ამც ეს ყველაფერი ამბობს იმას, რომ რაღაცნაირად რეგიონებზეც გააქტიურებული არის მოთხოვნა და ძალიან კარგი ტენდენცია ამ კუთხით. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ყველაზე ძვირად ღირებული უბნების სამეულია მთაწმინდა. კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 6800 ლარი, ვაკე 5900 ლარი, ხოლო ჩუღურეთი 4500 ლარი.